რა ცვლილებები შედის ინოვაციების შესახებ კანონში? ზოგადად როგორი არის დღეს ქართული ეკოსისტემის მდგომარეობა და რაც მთავარია, რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს ქართველი სტარტაპერები? თემაზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში რეზი ფარულავა, არტეოს თანადამფუძნებელია ჩვენთან ერთად. რეზი, ძალიან დიდი მადლობა მოგბრძანებისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რეზი, სანამ ზემოთხსენებულ, ასე ვთქვათ, სიახლეებზე გადავიდოდეთ და ცვლილებებზე, მოდი ზოგადი მიმოხილვით დავიწყოთ. ბოლო 10 წლეულში ქართულმა ეკოსისტემამ საკმაოდ დიდი გზა გაიარა. თუმცა ბოლო პერიოდში ვადევნებთ საკმაოდ არაორდინალურ და ასე ვთქვათ, არასტაბილურ მდგომარეობას ქვეყანაში თვალს. ძალიან საინტერესოა ამ ყველაფრის ასახვა ქართულ ეკოსისტემაზე და დღეს, აი ამ 10 წლეულის შემდეგ, როდესაც ქართულ ეკოსისტემა მნიშვნელოვნად განვითარდა, ქვეყანაში დღეს სადავარ და რა მდგომარეობა. კიდევ ერთ დიდი მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით თქვენ მაყურებელს. რაც შეეხება არასტაბილურ გარემოს, თუ შევაფასეთ პოლიტიკური კუთხით არასტაბილურია, მაგრამ ეკონომიკური კუთხით მით უმეტეს სტარტაპ ეკოსისტემისთვის ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით და ამ თემაში ჩახედული ვარ და ეს არის ჩემი სპეციალობა, ვერ ხედავ რაიმე არასტაბილურობისა და პანიკის საფუძველს, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ შორსა ვართ იმ რეალობისგან, რომ ვიქცეთ ინოვაციურ ქვეყანად იმ ჭრილში, რომელშიც მაგალითად შეიძლება იყოს განხილული ისრაელი, ან რომელიმე სხვა ქვეყანა, თუნდაც ახლა არაბეთის გაერთიანებული საემიროები რასაც აკეთებს. ამ კუთხით ჩვენ ალბათ ცოტა კომპლექსურად უნდა შევაფასოთ, სად ვიმყოფებით და რა ჭირდება ინოვაციების განვითარებას. ჩვენ ვართ კავკასიის რეგიონში, სადაც ჩვენ უნდა დავაინტერესოთ უცხოელი პარტნიორები, ეს არ იქნება, მე არ ვგულისხმობ მარტო ამერიკა და ევროპას, ამ კუთხით უნდა გავშალოთ ყველგან აბსოლუტურად. მე ვთვლი, რომ პოსტსაჭოთა სივრცეშიც უნდა ვიაქტიუროთ, მით უმეტეს როგორც ახლა ვაკვირდებით ყაზახეთი რასაც აკეთებს, ასევე გალფის ქვეყნები, ეგრეთ წოდებული არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნები ძალიან საინტერესოა საინვესტიციო მიმართულებით, რომ მათ დავაინტერესოთ აქ ინვესტიციების განხორციელებით. ეს ამ მიმართულებით ჩვენ გვჭირდება რომ ვიმუშაოთ, მაგრამ მის რო აქ არასტაბილურ გარემოს ხედავდეთ, მე პირადად ჩემი აზრით მე არ ვხედავ ამას. კი ბატონო, რეზი, სტაბილურობას რადგან შევეხეთ, ძალიან საინტერესო არის. ზოგადად FDI-ის მონაცემებს თუ შევხედავთ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების, ბოლო რამდენიმე წელია საკმაოდ, ასე ვთქვათ, ნეგატიურ ტრენდს აჩვენებს. საინტერესო არის სტარტაპების მიმართულებით როგორი არის უცხოელი ინვესტორების ინტერესი დღეის მდგომარეობით. ჩემი ინფორმაციით, ვინც ყველაზე დიდი ინვესტიციები მოიზდა სტარტაპებმა, ძირითადი ნაწილი საქართველოში რეგისტრირებული კომპანიით არ არის წარმოდგენილი როგორც ინვესტორთან დადებული ხელშეკრულების ნაწილში. ანუ რას გულისხმობ ახლა? როდესაც ინვესტორი მოდის, ძირითადად ეს არის, ვისაც მე ვიცნობ და ვისთანაც მე მქონია კავშირი და ზოგადად სტატისტიკასაც და მონაცემებსაც რო უყუროთ, ძირითადად არიან ამერიკელი ინვესტორები და ითხოვენ დელავერში კომპანიის დარეგისტრირებას. ეს არის ამერიკული კომპანია. შესაბამისად, უცხოური ინვესტიციის აქ შემოსვლა სტატისტიკაში არ ისახება და სტარტაპში ძირითად ნაწილში მე არ მომბო უმეტეს შემთხვევაში. რაც შეეხება ხა FDI-ზე მე ეკონომიკურ ნაწილზე ესე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ხლა იმ ნაწილზეც ერთი კომენტარი რაც შემიძლია გავაკეთო არის, რომ დაკლება არის დაახლოებით 29.9%, ხო? მე ესე ვიცი FDI-ის ნაწილში. მაგრამ ჩვენ თუ შევადარებთ რაში არის კლება, ეს არის external debt, ანუ საგარეო ვალი, ანუ ვალის ინსტრუმენტში არის კლება ძირითადი. ანუ ვალის ინსტრუმენტი არ შემოდის ქვეყანაში. შესაბამისად, ეს სტარტაპ ეკოსისტემასთან დიდად კავშირში არ არის და ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით იმ ეტაპზე, სადაც ცოტა ისე ვართ, რა ქვია, ახალგაზრდები ვართ და ნორჩები ვართ, რომ ინვესტიციების ბუმი იყოს აქ საქართველოში და აი ეს კანონი რაც დაინიცირდა, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კანონს მალე მიიღებენ, იმიტომ რომ ეს ჩემი აზრით შეუწყობს იმას ხელს, რომ ბევრი არა მარტო ქართული სტარტაპი, არამედ უცხოური სტარტაპიც მოინდომებს საქართველოში დარეგისტროს კომპანია და ეგ ეკონომიკისთვის ძალიან კარგი იქნება. როგორც მაგალითად არაბეთის გაერთიანებულ საემიროებმა გააკეთა ვირტუალური ზონა 0% სტრაიპი შეიყვანა, ყველანაირი პირობა არის იმისთვის, რომ ნებისმიერი ქვეყნის სტარტაპმა გლობალური მიმართულებით
გაშალოს თავის ფრთები. რატია ის სწორედ ამ თემაზე მინდა უკაცრავად სწორედ ამ თემაზე მინდა ჩაგეკითხოთ ინოვაციების შესახებ კანონში შედის ცვლილებები რომლის მიხედვითაც სტარტაპები როგორც საშემოსავლო გადასახადში ასე ვთქვათ განთავისუფლებიან ისე მოგების გადასახადში საინტერესოა თქვენ ახსენეთ ზოგადად რას ელოდებით ამ კანონისგან ასევე საუბარი არის გარკვეულ ჰაბთან დაკავშირებით რომ საქართველოში შესაძლებელია სხვა უცხოური სტარტაპერების გადმოვიდნენ აი ამ ნაწილში როგორი არის მოლოდინები და ზოგადად რამდენად შეუწყობს ხელს იგივე ქართული ეკოსისტემის განვითარებას ზემოთხსენებული ცვლილებები. Ну, ძალიან საინტერესო ინიციატივა არის ეს მთავრობისგან და მე ძალიან მომწონს, პირადად მე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ჩვენ მიმართულებით ხა მე ამ საქმეში რადგანაც მოღვაწეობ, ვთვლი რომ ესეთი მიმართულებით განვითარება პირველ რიგში ადგილობრივ ტექნოლოგიურ ეკოსისტემას ძალიან წაეხმარება, იმ კუთხით რომ ინვესტორებთან საურთიერთოდ ძალიან სერიოზული უპირატესობა უჭირავდა კიდევ ერთი მიმზიდველი ფაქტორი შეიძლება იყოს ეს საინვესტიციო მიმართულებით საქართველოში. რაც შეეხება ახლა საქართველოში ხა მე რასაც უყურებ და ზოგადად თანხმდებით ალბათ ეკოსისტემის ძირითადი ნაწილი არ არის საქართველო ის ქვეყანა რომელიც ტექნიკური კუთხით ეს გენეტიკურად გვაქვს ჩვენ რომ ტექნიკური განათლება, ინჟინრული განათლება თუნდაც არ ვიცი ხლა ისე ტელევიზიაში ვარ შეიძლება ამის ხსენება ძალიან არ იყოს ასე რომ საბჭოთა კავშირის დროს ძირითადად რო გადახედოთ ქართული ინჟინერები იყვნენ გავცდეთ საბჭოთა კავშირს პიონერები რო გადახედოთ თუნდაც ამერიკაში ქიმიური მრეწველობის იყო ქართველი ავიაციის იყო ქართველი ანუ ტექნოლოგიური ცოდნის გენეტიკა გვაქვს შესაბამისად ანუ ჩვენ ჩემი აზრით ამას უნდა შევუწყოთ ხელი და უცხოელი რა თქმა უნდა თუ აქ ჩამოვა ინვესტიციების განახორციელებს და შემოიტანს რამე ტექნოლოგიას ეს მისასალმებელი უნდა იყოს პირველი კი ბატონო რაც შეეხება ტელევიზიას ჩვენს ტელევიზიაში ყველა აზრი მისაღებია და ყველა აზრს თავისუფლად ვაფიქსირებთ რეზი მაგიტომაც ვარ აქ რომ ძალიან მომწონს თქვენთან საუბარი დიდი მადლობა ადგილობრივ კომპანიებზე მინდა გკითხოთ გარკვეულწილად ტრადიციულად თუ გავყვებით ადგილობრივი კომპანიები თავს იკავებდნენ ხოლმე მსუბუქად რო ვთქვათ სტარტაპებთან თანამშრომლობით და მათი დაფინანსებით ну რაც პრინციპში ლოგიკურიც არის მე მინდა გკითხოთ თქვენ როგორც ამ საქმეში აქტიურად ჩართული ადამიანი ბოლო პერიოდში როგორ შეიცვალა თუ შეიცვალა ეს მიდგომა და ქართული კომპანიების დამოკიდებულება როგორი არის დღეს სტარტაპერების მიმართ ჩვენ ახლა ძირითადად ხა მე რო გითხრათ სტარტაპში ხა ამჟამად სტარტაპი რა თქმა უნდა გვაქვს ძირითადად ტექნოლოგიური მიმართულება სტარტაპი ტექნოლოგიებში ჩვენ არა მარტო საქართველოში არამედ უცხოეთშიც აქტიურად მონაწილეობდა. საქართველოში არ არის კულტურა არ იყო აქამდე იმისი რაც ნიშნავდა ანგელოზი ინვესტორები და რაც ნიშნავდა ვენჩურული ფონდი. ვენჩურული ფონდი დღეს არ არის ჯერჯერობით, მაგრამ საინვესტიციო მიმართულებით კერძო კომპანიებზე არ ვიცი ახლა რომლებიც ტრადიციული ბიზნესის ფლობელები არიან ისინი თუ არიან დაინტერესებული მაგ მიმართულებით რა შეიცვალა მაგაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ენჯელ ინვესტორების მიმართულებით, ანუ ანგელოზი ინვესტორების მიმართულებით ცვლილებები არის, ასოციაცია არის შექმნილი აქსელი, მე როგორც ვიცი, ბევრ ქართულ სტარტაპში ქართველებს აქვს ჩადებული ინვესტიცია, შეიძლება სტარტაპული მეთოდით მარტივად რო თქვა და უნდათ რომ ხელი შეუწყონ ეკოსისტემას და თუ განვიხილავთ რა იყო 10 წლის წინ და ეხლა რაც არის, პროგრესი გვაქვს ნათლად. იმიტომ რომ პირადად მე ვარ შემსწრე იმ ფაქტის, რომ დაახლოებით 5-მა ინვესტორმა, ქართველმა კონსოლიდირებული ინვესტიციით 4 სტარტაპში გააკეთა ინვესტიცია, რომლებიც რა ვიცი დღეს ამერიკაშიც მოღვაწეობენ სერიოზულად და რა ვიცი მე ძალიან მიხარია რომ მაგ კუთხით პროგრესი არის. კი ბატონო რეზი, ბოლოსკენ მივდივართ და აუცილებლად მინდა გკითხოთ ერთ საინტერესო გარემოებასთან დაკავშირებით. საერთაშორისო ფონდები, რომლებიც მეტნაკლებად ინტერესს გამოხატავდნენ ხოლმე ქართული ეკოსისტემის მიმართ ზოგადად. მე მახსოვს ჩეხური ფონდებიც იყო ამ მიმართულებით, ბრიტანული ფონდებიც მახსენდება. დღეს მდგომარე როგორი არის საერთაშორისო ფონდების დამოკიდებულება და ჩართულობა. ცით რა არის მარტო იმას თუ დავაკვირდებით, რომ ამას დავაბრალეთ სახელმწიფოს მიმართულებას, ძალიან მარტივია სტარტაპში რა, ჩახვალ ესტონეთში და არეგისტრირებ, ჩახვალ არაბეთში და არეგისტრირებ, ჩახვალ ამერიკაში და არეგისტრირებ, თუ
ინვესტიცია უნდა უცხოურ ფონდს და ხედავს სტარტაპს აქვს პოტენციალი საქართველოს გარეთ, ის ამას აუცილებლად მოითხოვს. შესაბამისად, ამით манипуლირება, როდესაც დაიწყეს, როდესაც ჩეხური საინვესტიციო ფონდი, მე როგორც ხვდები თქვენ პრესტოზე გაქვთ საუბარი. პრესტო ვიცი ერთ-ერთი რომელიც იყო აქტიურად აქ საქართველოში ეძებდა და არა მარტო საქართველოში, კავკასიაშიც. თქვენს თითქოს რომ ის კანონი, რუსული კანონი რაც იყო, თითქოს ამას შეუშალა ხელი, მაგრამ ეს კანონი საერთოდ არ მოქმედებს ამას. პირიქით თქვით, რომ ძირითადად ამერიკელი ინვესტორები ეთხოვენ, რომ დელავერში დაარეგისტრირო კომპანია. ეს არის რეალური кейსები არის ამისი. ებრაელები ეთხოვენ, მაგრამ ებრაელები ბოდიში ისრაელის წარმომადგენლები ეთხოვენ, რომ ის არის, რა ქვია, მაგალითად ან ამერიკა, ან სხვა ქვეყანა, სადაც ეს tax free ზონა არის, ეგრეთ წოდებული, ანუ გადახდის შეღავათების თავისუფალი. რა ვიცი, მე არ ხედავ, რომ თუ ვინმეს აქვს ინტერესი და ხედავს, რომ აქ რაიმე საინტერესო და ღირებული ტექნოლოგია ანუ იქმნება, რომ ინვესტიციისგან თავი შეიკავოს. ალბათ ჩვენ უნდა შევუწყო, ალბათ სახელმწიფო აი წინა კვირაში, ორი კვირის წინ უბრალოდ იყო გლობალური ტექნოლოგიური კვირეული საქართველოში, იქ აზერბაიჯანის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ძალიან კაი რაღაცა თქვა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ცხოვრობთ რეგიონში, რომელ რეგიონში ცხოვრობთ. ჩვენ პირველ ეტაპზე თუ ჩვენ გვინდა რომ რაღაცა ძრავი შევქმნათ, ამისთვის პირველ რიგში სახელმწიფო ჩართულობა გვჭირდება. ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო იქნებოდა თუ სამი სახელმწიფო მაგმართულებით სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო პირველ ეტაპზე რაღაც საერთო ტექნოლოგიური ეკოსისტემის კონცეფცია შექმნიდნენ, სადაც 17 მილიონიანი ბაზარი იქნებოდა. ეს და უკვე ეს იქნებოდა ძალიან კარგი აზერბაიჯანული ინვესტიციები შეიძლება საქართველოს შემოსულიყო, საქართველოს მაგალითად შეიძლება აზერბაიჯანული ბაზარი ქონდა უფრო თავისუფლად. ეს ტექნოლოგიების პირველ მიმართულებას პლუს ამას თუ ეს რაღაც შეღავათები იქნება, თუ ეს იქნება ხელშეწყობა, ეს ტექ-ჰაბი, რაზეც უნდათ რომ მაგალითად გააკეთონ ქუთაისში, თუ ეს ყველაფერი შემოვა, ძალიან საინტერესო შეიძლება გახდეს და ის მამოძრავებელი და მასტიმულირებელი პირველი ნაბიჯები შეიძლება გადადგას სახელმწიფო და უნდა გადადგას ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩვენ ანუ ესე პატარა ქვეყანა, რომლის ტექნოლოგიური პოზიციონირება ჯერჯერობით არ არის სოფლიოში. შემავსად ეს უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში და მერე ვიფიქროთ უკვე ჩვენ იმაზე ევროპული ინვესტიციას ადამიანი ჩაასხავს თუ არა, უბრალოდ დაინვესტირებს თუ არა. ჩემი აზრით აქ თუ რამეს ისეთი შეიქმნება, რასაც სოფლიო მასშტაბის ის აქვს, არავინ არ დატოვებს საქართველოს ისე რომ ამაში ფული არ ჩადონ. აი ჩემი აზრი არის. რეზი, მადლობა. მაყურებელს შევახსენებ, რეზი ფარულავა არტეოს თანადამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით ქართულ ეკოსისტემაში არსებულ მდგომარეობასა და ქართულ სტარტაპერებთან დაკავშირებით.